ინფრასტრუქტურული პროექტები, მიმდინარე საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებები, ახალი რეგულაციები და მათი პრაქტიკული იმპლემენტაცია. ამ თემებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მთავრობისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თანაორგანიზებით იმსჯელეს კერძო სექტორთან. მხარეებმა 2026 წელს განხორციელებული ინიციატივები, ასევე ფასთან ინდექსაციის ახალი მოდელი განიხილეს. მარიამ ბერძენიშვილი გვერდება ამ თემით ახლა პირდაპირ ეთერში. მარიამ, გისმენთ. დიახ, საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატში დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო გუნდისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, ხოლო ხელისუფლებიდან მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე. დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იქნა ყველა ის საკითხი, ის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მიმდინარე წლიდან ამოქმედდა, მათ შორის საუბარი არის იმ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც გაიზარდა ზედნადებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების ლიმიტები, ამასთან განახლდა სამშენებლო მასალებისა და მანქანა მექანიზმების ფასები, ასევე როგორც ცნობილი არის, ქართულ კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ტენდერებში და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ფასების ინდექსაციას ეხება, რაც იმას გულისხმობს, რომ კომპანიებს სამუშაო პროცესში იმ შემთხვევაში თუ კი ფასები შეიცვლება, ამ ღირებულების დაკორექტირების შესაძლებლობა ექნებათ. სწორედ ამ საკითხებზე იმსჯელეს დღეს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, მთავრობის მთავარი მიზანი არის ის, რომ ქვეყანას ჰქონდეს მაქსიმალურად გამართული და მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა. დღეს გაიმართა მორიგი შეხვედრა ბიზნესსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. თქვენ იცით, რომ ესეთი დიალოგი ხშირი არის და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ ბიზნესის წარმომადგენლებს ვესაუბროთ, მათ გავაცნოთ ჩვენი გეგმები, მათგან მოვისმინოთ პრობლემები. კერძო სექტორის მხრიდან იყო პროექტირებასთან დაკავშირებით საკითხები, პროექტების ხარვეზებთან დაკავშირებით და ნამდვილად ეს არის გამოწვევა, იყო საექსპერტო ცოდნასთან დაკავშირებით და ნამდვილად ეს არის გამოწვევა და ყველა გამოწვევასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ გადაიდგას ძალიან ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გქონდეს წინსვლა. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა გავახორციელეთ საკანონმდებლო დონეზე, პრაქტიკის შეცვლის დონეზე ბოლო ერთ წელიწადში. ეს იყო პერიოდი, რომელიც ამ ქვეყანას უნდა გაევლო, რათა შემდგომში მივიღოთ უკეთესი ინფრასტრუქტურა, ქართული ინფრასტრუქტურა პირველ რიგში უნდა იყოს დაკავშირებული ხარისხთან. არ შეიძლება რომ მაგალითად სახელმწიფოს და ბიზნეს სხვადასხვა ფასი უჯდებოდეს ერთი და იგივე ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ის არასწორი პრაქტიკები, თუ კი რამე აქამდე იყო ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით, იცით რომ ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული დავნერგეთ და შესყიდვებთან დაკავშირებით აი ამ ბოლო ერთ წელიწადში შეიძლება ითქვას, რომ გავასწორეთ. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ძალიან ბევრი სიახლე დავნერგეთ, რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს მათ შორის ევროდირექტივებიდან და გვაქვს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რაც შეეხება ინდექსაციას. ჩვენი ინდექსაცია დავტოვეთ მარტო მასალებზე და მანქანა მექანიზმებზე და ამას აქვს თავისი ლოგიკური ახსნა. ჩვენ არ გვინდა რომ სახელმწიფო გახდეს ხელფასების მიმართულებით ინფლაციის განმაპირობებელი. ინდექსაციის მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ხარჯებში წარმოქმნილი ინფლაციის შედეგად გაზრდილი ფასები დაკომპენსირდეს, რამე თუ ამ რისკს რეალურად ჩვენებელი ვერ მართავს და ამის პროგნოზირება ტენდერის დროს რთულია. მიმდინარე პროექტებში მხოლოდ საგზაო სამშენებლო კომპანიებს ეხება, რომელთაც ბიტუმისა და საწვავის მნიშვნელოვანი ხარჯი უჭირავს და ამ შემთხვევაში ბენეფიციარები კი არიან კარგად საგზაო კომპანიები, თუმცა ჩვენ გვინდა რომ სხვა კომპანიებზეც გავსწრდეს მიმდინარე პროექტებში. როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, ეს არ იყო არც პირველი და არც უკანასკნელი შეხვედრა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან და საჭიროების შემთხვევაში მთავრობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მზად არიან იმ შემთხვევაში თუ კი კერძო სექტორს ექნება დამატებითი შეკითხვები ან შენიშვნები კიდევ მომავალში შეხვდნენ. მადლობა მარიამ ბერძენიშვილი იყო პირდაპირ ეთერში.